გამარჯობათ. გაუმარჯოს. როგორ ხართ? როგორ ხართ ხალხო, რა შვებით, რა ხდება ახალი თქვენსკენ? ოგოხათ, ჩემო ძირფას. ოგოხთ. ჩვენთან ძველებურად არის. ძველებურად არის ყველაფერი, ქარია, დილას წვიმაც იყო. შუა დღისკენ ისე 11-ის ნახევრის. ხო. წვიმაც იყო, მოდიოდით გზაში გავიწვინდა. ოღონდ ძალიან კი არ გაწვიმებულა, მაგრამ დავსვენდით და რაღაც სხვილი წვიმა წამოვიდა. სხვილი წვიმა იყო და ეგრე, რა ვიცი. რუსთავშიც იყიდება ის ქათმები მოგ. ის ქათმები, ხო, დაგვიწერეთ. იმაში რა ქვია, სტამბოლის ბაზარში იყიდება. სტამბოლის ბაზარში. ეს გამარჯვების ქათმები. ხო, ჩვენი ქათმები. და სხვათა შორის გემრიელი ქათამი. გემრიელი ქათამია კი. ადგილობრივადაც კი შეგიძლია რომ მოხვიდე და იმას აქნა რა ქვია. ჩვენთანაც ხო. თვითონ იყიდო. კი, რა თქმა უნდა. ვიცაზდის? ხო. ადგილობრივად. და სხვათა შორის აიცი რა არის? სხვათა შორის ძალიან გემრიელი ქათამია და სუფთათაც იზრდება და რა ვიცი, ყველანაირად. ძვირი კი არის? ძვირი არის კი. კილო ქათამი, 1 კილო ქათამი 8 ლარი. 7 ნახევარი ღირს ახლა. ზოგი 8 ლარად აყიდის. ზოგი 8, ზოგი 9, არა 9 არა. 8 ლარი, 8 ლარს არ აცდება. მაგრამ ადრე ხო იყო რამ ხელაფასი იყო. აღარ გახსოვს როდის იყო ისა. შაშან წინ გონეთ ვარდე. ხო რამ ხელაფასი ქონდა. ლამის 10 ლარამდე იყო. 10 ლარამდე იყო ლამის, ხო? ის არის რა ქვია, ვიძახოდი კიდეც. ახალი წელი მოდიოდა თან. ხო, ახალი წელი მოდიოდა. ხო და ვიძახოდი ამ ხელაფასი რომ იცე, აქ 8 ლარი ხის, 9 ლარი ღიროხის. მაგალითად 10 ლარამდე, 10 ლარი თქვათ. ხო, ვიძახოდი, ხო. 10 ლარი თქვათ. ბაზარში რო ჩააბარებენ. იმათმაც ხო უნდა დაადონ. რა თქმა უნდა. თუ იგივე ფასად ყიდიან და. არა კაცო. დაადებენ. არა, იმათმაც ხო უნდა დაადონ. ფასი და თქვათ ერთ ქათამს ხო არ იყიდი ერთ წელს. ერთი ქათამი მარტო გიორგი ერთი ქათამი დასკიზავს. ხო. მაგრამ აიცი რა, ზოგი ქალაქში ხო ყიდულობს ერთ ქათამს და ბევრ რაღაცას აკეთებს. ბევრ საკუთს კმას აკეთებს. ხო, ერთ ქათმის ხო, მაგრამ მაინც ახალი წელი არის, ახალ წელზე ხო გინდა მეტი. რა თქმა უნდა ერთი უნდა შეწვა. ერთი შეწვა, ფილე გააკეთო, ქათმის ფილე. ფილეს იყიდი, მაგრამ რამდენი ერთი უნდა იყიდო. 9 ლარს იმ ქათამში მიცე. ქათამში მიცე, მე მაღაზიაში რა ღირს ის ფილე და ისინი რა ქვია. უშველელი ფასია, ვერ უყურებ. დღე ყველაფერი ძვირდება და. ხო და სხვათა შორის ძალიან ისე და 10 ლარი, 8 ლარი რა ამბავი ერთი. 8 ლარი ძვირია მაგალითად. კილოს ქათამი. და ის კილო ქათამი. ერთი ქათამი რამდენს დაიჭერს? შეიძლება 3 კილოს კი დაიჭიროს. 3 კილო და 2 კილო და 2 კილო ნახევრებიც არის, 2 კილო და ისინიც არის. რავი, სხვა ფასებია ისა წონები. ხო, სხვადასხვა წონები აქვს და ახლა შეიძლება 3 კილოს კი დაიჭიროს, ხო? კი. აი რაჭაში გიორგი დედაჩემმა წაიყვანა ქათამი. ბაბუაჩემმა სოფლიდან იქიდან სამსახური იმიდან ამოიყვანა რა ქვია ფაბრიკიდან და წაუყვანა ერთი რამოდენიმე დედალი რა ბებიაჩემს. დედლები. ხო. გიორგი იმ დედალმა რო დაკლეს და გაიზარდნენ, ვეღარ დადიოდნენ შემიძლია. ვეღარ ივლის ეგ. მაგაბუგი და ისამაშო და 5 კილო ხორცი აუვიდა. 5 კილო გამოვიდა ზუსტად ის დაკრული ქათამი. და ადრეც ახლა მინდოდა გუშინაი ხო მაგას ყვევოდი. პატარაობიდანავე ვაკეთებ ქათამს. დედაჩემს ამოქონდა ხოლმე ყიდულობდნენ კაცებს იქ. აძლევდნენ ფაბრიკაში თუ რაღაცა ეგრე იყო,
მოყავდა და მე დედაჩი მყიდიდა იმ ქათმებს ბაზრებში. ბაზარში მიყავდა? ხო, ბაზარში რა დაყოლული უკლავდი და აი მე ისე უკვე აღარ ვიდოდა საღამო პირი, საღამოზე მოვიდოდა დედაჩემი, უნდა გაგვეპუტა. დაყოლული გასაპუტი მოყავდათ კი ცოცხლებს კი არ მოშვებოდნენ. უნდა გაგვეპუტა, უნდა გამეპუტა, უნდა გამესუფთავებია. და მე მეორე დღეს ბაზარში უნდა წაიღოთ. აი მე აღარ მინდოდა ისა რა ქვია, გეფიცები საღამო მოსვლა რა. და იმის მერე მეჯავრება უკვე ხათმის ერთ და იგივე რაღაცას ვაკეთებ, უნდა გეზარება რა. და გუშინ გავაკეთე ზუსტად 10 გუშინწი გავაკეთე 10 ქათამი გავაკეთე ზუსტად. ხაი ეჭვი დაუდგებათ რა თუნდაც 10 ქათამიო, მაგრამ უნდა გავგზავნოთ რაჭაში. გაკეთებული, გასუფთავებული, გაპრიალებული. მაცივარში გვყინავთ და ისე მივიღოთ და ახლა იმას ხوار შედებ რა ქვია ნაგვიან ქათამს. ხო, გაყინული, აბა გაყინული რო არ გაყინო ქათამი ამ ხელა გზაზე გაფუჭდება. ხო და ის არის რა ქვია. და წარმოგიგენი ამ ხელა ქათამი გააკეთე და გაასუფთავე. ერთხელ გავასუფთავე ზუსტად 14 ქათამი, ხო? 14 თუ მეტი გიორგი. 14 იყო, მეტი იყო. 15 მგონი 14. და როგორ ცუდად გავხდი ხარხნო მეორე იმ დღეს. თუ არ მოკვდებოდი აღარ მე. სამსახურში ვეღარ წავედით. ვერ წავედი მე. შენ და მე მოწახვედი ჩემოგერ. ვერ წავედი ისე ცუდად ვიყავი. რატო გავხდი რა ვიცი მე. თქო წნევა მომიწია იმ პუტვაში და წყნუტვაში რა ვიცი მე. იმდენი კატამის ჯერ სათითაოდ გაწმინდე. გაასუფთავე ბუმბულები მაინც ხომ მოყვება. მერე გატრუსე. მერე გაჭერი, გაასუფთავე. იმის კუჭიც გაასუფთავე, იმის ფეხიც, იმის თავიც, რა ვიცი მე ყველაფერი და დავიქანცე გუში. ელემენტარული ეგრეა რა ვიცი. ახლა ვიღებ ამ შუბში ცოტა თორე დაბნელდება კი აღარა ჩანს. ხო. იმაი ფონს ვანებებ, დავანებებ თავი იმით ვეღარ ვიღებ უკვე. ნერვს მიშლის. შუაზე ითიშება ხალხო. ხო, ცოტა ერთი ორი გადაღება შეიძლება გადაიყოს მე ისევე ეხლა რო იმას ვიზავ, რო აღარ ვიღებ და მე რო გადავიღო კიდე. მე როდის მე გადაიღებს 1-2-3 ვიდეოს. მერე ისევე ისე იზავ. ხო. და ჯერ ხო კიდე ახალი ხო არის. მეხსიერება რატო უნდა იმას ექნა რა ქვია. ამოწურულიყო ისე მალე. შევსებულიყო ხო? ახალი ხო არის. და რაც მნიშვნელოვანია და რაც ჭირდება ისინი მაქვს. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ითხოვს YouTube-ის წაშლას. YouTube-ის წაშლას, მობილ ბანკის წაშლას ითხოვს, მობილ ბანკის. იმისი რა ქვია, სტუდიო, YouTube სტუდიო მაგის წაშლის შლას ითხოვს და თუ მაგდენი რაღაცა წავშალე და იმას ავქენი? რაღაცი უნდა გააკეთო. ხო. მობილ ბანკი კიდე მჭირდება, ისიც მჭირდება YouTube-იც. კაპკატი წაშლას ითხოვს კიდე ეგეც მჭირდება, რომ მაგით ვამონტაჟებ ხოლმე თუნდაც ის არის ამოსაჭრელი და ის არის. ხო, ბრა. შორის აი ძალიან რთულია იცი. ძალიან მსხვერპლს მოითხოვს ეს YouTube. არ ვიცი, დაგროვება მინდა ხალხო ფულის რო ცოტა დიდი ის უნდა ვიყიდო, ოღონდ Android-ის დისკიდას ვაპირებ. იმისი რა ქვია. 512 გიგაბაიტი აქვს. მაგრამ იაფიც არ აქვს იმას რო გითხრა. 999 ლარის ხალხო. 1000 ლარი რა. 1000 ლარი. ესე უცოდ ვერ ვიყიდე. მეც გამიფუჭდა ტელეფონი. ხო. ის აღარ აქვს რა ქვია, ნომერი ირეკება ჩაულებრივად ყველანაირად ყველაფერს შვება, მაგრამ
იქიდან კი რეკავენ, მაგალითად მე რო დავრეკო, ჩემ ხმას გაიგებს, მაგრამ დედა ჩემის ხმას მე ვერ გავიგებ. ხო. გამბუჭა და ტელეფონი. დანარჩენი ყველაფერს კარგი ხმაა. ყველაფერი მუშაობს, მე რა ვიცი. მესენჯერშიც ის მიკროფონი და მიკროფონი კიდე მესენჯერშიც იმას იზამს. ხო უნდა იმას ეკნა მესენჯერში ჩვეულებრივად ისმის. იქაც და აქაც. ხო, და აბა ის და რა მოვიდა არ ვიცი. არ ვიცი, რა ვიცი. მესენჯერშიც ისმის ჩვეულებრივად ლაპარაკი. ხო. დინამიკით ჩვეულებრივად მუშაობს. ხო, მუსიკა ჩვეულებრივად ჩაიშვება ლაპარაკი და ის რა ვიცი მე ის ხმის დინამიკი სხვა კიდე გამსვლელი ხმის. რა ვიცი. ვერ იგებენ ჩემ ხმას ვაფშე. მე რა ვიცი, არ ვიცი. რა ხდება ვერ გავიგე. ნომერიც ხო გამიფუჭდა კიდე. ხო და ეს ჩემი ნომერი ჩაუს, ჩემი მეორე ნომერი, მაგრამ გაფუჭდა ის, რა ვიცი მე. შვენიერად მუშაობდა. რა ვიცი მე და იცი რა არის ხან ხო? უცბად ფუჭდება ეს ტელეფონი. ხელა თანხას აძლევ და უცბად მოიხედო გადააგდებ რა. მე მოგდა ეს ჩინურები უფრო კარგად ძლებს ვიდრე ორიგინალები. ორიგინალები არც არის მერე. ოფიციალური შემომტანები ვართო ისინი iPhone-ისო და ოფიციალური iPhone-ები საერთოდ არ იყიდება ჩვენთან. საერთოდ iPhone-ის ყიდვას რო გადაწყვეტ, რო გამოვა, უნდა გამოიწერო და უნდა გამოიწერო ოფიციალური საიტიდან. უკეთესია. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ხო, და ელემენტარულია. მე რა ვიცი, ამერიკული ისინი იყიდება, რა ქვია, მეორადი ტელეფონები, ხო? iPhone-ები. ის უფრო კარგად მუშაობს ამ ახალ iPhone-ებზე. და iPhone-ის რომ გამოგეტანა გიორგი. მოვტყუდი რომ iPhone-ი შეიძლება გამომეტანა, მაგრამ უნდა გამომეტანა ცოტა დიდ მეხსიერებიანი. ო 200-იანი. 256-იანი ან 1 ტერაბაიტიანი მაინც. კი ძვირი იქნებოდა, მაგრამ რა ვქნა რა უნდა გამომეტანა. ისედაც ძვირია და ისედაც 4 წელი ვიხდი და 4 წელი უნდა ვიხადო ისედაც და რა ვიცი მე. თვითონ მაღაზიას რომ მივწერე, მოგვიტანეთო ჩვენო. და ისაური რა ქვია, ჩვენი პროგრამისტი იმას იზავს რო გაასწორებს. პროგრამისტს ახლა იმათ პული უნდათ კიდე. რო გადაუხადო აქეთ. აქეთ უნდა მომცენ პული, მე კი არ უნდა ვხადო. ჯერ ერთი უფასოდ ხო არის, ერთი წელი ხო არ გასულა. არ გასულა. ისე წესი თუ და შენ უფლება გაქვს რომ მიიტანო დედა იქა. და უფასოდ გაგიკეთე. ისე მაღაზიაში უფლება მაქვს მივიტანო. იმიტომ რომ ესე მალე არ უნდა ამოწურულიყო. სულ რო გადმოწერო და სულ რო იმას აღნა რა ქვია. სულ რო ქვეყანა აპლიკაციები გადმოწერო, მაინც არ უნდა ამოიწუროს ესე მალე. უფლება გაქვს მიტანის დი. კი. კანომეტკინე რაღაც. მე რა ვიცი. ელემენტარული სიტუაცია ვიყოთ, აი ძალიან რთულია, მდგომ ყველაფერი რა ვიცი რა. რა უმაქნას ადამიანმა მე არ ვიცი, სად უნდა წავიდე. წვალოს ადამიანი და მოიყიდა. მე და ეს ტელეფონები პატარა ფასი ხო არა აქვს. ხო. მე ვიცი, მინდა ვიყიდო და რა ვიცი მე რამე ხო თუ არ გამოხდა, ვიცით, ეგრე ის ხოლმე. წინასწარ
არაფერი არ მოთხოვს კაც. ვიძახი წინას არაფერს ვიტყვი და დავგეგმავთ ასე ისე და მე მაინც არაფერი გეკეთდება. თქმა მარტო კი არ არის, საერთოდ რო დაგეგმავ და იმას იზავ რა ქვია. რო დაგეგმავ საერთოდ არაფერი გეკეთდება. ხო. ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის, რა ვიცი. ყველაფერი უკუღმა ხდება, რა ვიცი. რო დაგეგმავ უკუღმა ხდება, არ დაგეგმავ უკუღმა ხდება, რა ვიცი. ვეღარ გავიგერა რაღა უნდა გააკეთოს ადამიანი. უკუღმა ყველაფერი ცხოვრებაში. ხანდახან ვიცახი რომ საერთოდ უნდა წახვიდეს არ ვღართ ხო მე ფული გინდა იქ ფასოდ ვინც აგიყვანს ხო სამსახური გინდა მე რო იშოვო რო ვერ იშოვო და აქ ვალები დაიდო და ისე უკან ჩამოსვლა მოგიწიოს მე რა უნდა სამსახურს დაიწყებ ჭამა ხო გინდა ჭამაც გინდა ხო ой სახლ თავშესაფარი ხო გინდა ქუჩაში ხო არ დაჩე ხუნა ნიქირაო რაღაცა ნიქირაო ხო იდე იგრი არ არის რომ შენ იმასთან მიხვიდე რა ქვია ნათესავთან ან ვიღაცასთან მაგრამ ვინ დაყვავს საქართველო კი არ არის და მიხვიდე ნათესავთან მიხვიდე ისიც თავის სახლში არ არის მერე და საკუთარ სახლში ხო არ არის ნათესავთან მიყვალ 1-2-3 დღე მეტი ხო არა ხო ელემენტარული რაღაცა ხო გინდა ხო სამსახური თქვათ იშოვე სამსახური და იმუშავე ხო ღამისად უნდა დარჩი ხო გინდა ქირა ხო გინდა ელემენტარული ხვიდე ბებოსთან იყო აი თქვათ მე და გიორგი წავიდეთ მე ბებოსთან შევიდე გიორგისაც წავიდეს თქვათ ხო გვინდა სახლი ხო ქირეთ უნდა მიხვიდე მე გზა და იქაც თუ ქირა იხადე და აქაც ვალები დაიდე და ვალები გაქვს აქაც ვალები იხადე იქაც კირა იხადე რაღა მე რაღა გამოგდის რაღა უნდა გამოგიდეს რაღა უნდა გააკეთოს კაც რა ვიცი და კიდე იმას წერენ რომ სამსახურები ყრია საქართველოში და ხელფასები დიდია რა ხელფასები არის დიდი კაცო 300 ლარით რომ მოგცენ ისიც მადლობელი უნდა იყო ის საქმეში ზოგი ბრცენია უთვლი. ხო, ის არის რა ქვია. მაღაზიაში დაიწყებ მუშაობას და 1000 ის აწერია რა ქვია, ლიბრეს ხოლმე. კარებზე მიკრულია. 1700, 1600 პლუს ბონუსი. 1600 კი არა, არბეთ გიხდიან ნორმალურად.
ახლა კანონი გიოგი ეს საქმეზე იქნები შენ სხვას რაღაცას აი სახელმწიფო სამსახურში ვის სამსახური ეგ სახელმწიფო საჯარო სამსახურში ვინც არის იქ იგი მე მაღაზიებს და იმებს არ ეხება არა ეს საჯარო არ არის იგი საჯარო არ არის მაღაზია საჯარო არის პოლიციის მეხანძრე და ეგეთი რაღაცეები ეგ არის საჯარო სამსახურები და თავრობის ისინი რა ქვია აბა ესენი რისიერი ვიბრე და ისინი ეს თავრობის არ არის აბა ჩემია თავრობის არის ესენი მაგრამ საჯარო სამსახური არ არის საჯარო ქვია გიორგი მაგასაც საჯარო ქვია და თქვენს მე თვითონ მოусმინე გიორგი მაღაზიებს იმებს ერთი და იგივე კანონში ჯდება რომ ერთ იმაზე იმუშავებს ისა რომ ბევრ ფუნქციას აღარ შეასრულებს გაიგე ერთ რაღაცა ეგ კარგი იქნება მე და ერთი თანხას გადაგიხდიან და იმ უყურმართად რომ სხვა კონსულტანტიც არის ხო სხვა ფუნქციას რა ქვია ასრულებ და თანხას იგივეს იღებ ხო ეგრე არ უნდა იყოს კონსულტანტიც ახარ ისიც ახარ რა ქვია მოლარეც ახარ დაჟე ისიც ახარ რა ქვია ლამის დამლაგებელიც ახარ ხო ლამის საწყობში შენ შეგიცვა შუა დაგალაგებინო ყველაფერი კი აი დისტრიბუტორად შეიძლება ლამის დაგსვა ყველაფერს გაკეთებინებენ ხო და ეგ კაი ერთი ფუნქცია რო გიქნება ერთ რაღაცას იცი რომ ეს შენი გასაკეთებელია იმას გააკეთებ და იცი რომ კონსულტანტი იქნები ო იჯდები იქ იქნები კონსულტანტი არა თუ ის მასაკეთებ რა ქვია საწყობით შენალაგო ხო და იცი შენ გამოიტანო რა ქვია ხო ყველაფერი კონსულტანტი ხარ კონსულტანტი აი მაგალითად სალაროსთან ხო ხანდახან არ არიან ხოლმე ხანდახან იმებს ალაგებენ ხოლმე რა ქვია პროდუქტებს გამოაქვს საწყობიდან რაც არ აქვს ამას უნდა დაანებოს თავი ვინმე რომ დაუძახოს დალაგებას იქ უნდა წავიდეს მე იქიდან უნდა წამოვიდეს ისევე მიუბრუნდეს იმას კონსულტანტი უნდა იყოს სხვა მოლარე სხვა და ის საწყობში კიდე საწყობში მუშავე კიდე სხვა ეგრე კანონი გამოვიდა თურმე ეგეთი რომ ეგრე იქნება ყველაფერი რომ კერძო თუ არ არის ბევრ რაღაცას არ გააკეთე მთელი ხალხი გაიქცა იმაში რა ქვია საზღვარგარეთ და მის კანონის გამოუშვეს ახლა რომ საზღვარგარეთში მწვერი გამოცდის გარეშე ჩვეულებრივად იმ რა ქვია პრავას მართვის მოწმობას აიღებს იქ ვინც მოქალაქე ვინც არის ხო მოქალაქეობა ვისაც აქვს და საფუთი ის აიღებს ჩვეულებრივად შეძლებს ან ტაქსზე მუშაობას ან იმაზე რა ქვია ხო ან ტრაილერზე მოგლეთ რა ხალხნო ერთი გამაგებინა როდემდე უნდა იყოს როდის გამოვამინდი როდემდე უნდა იყოს ესე მსგავსოები რა ხან ისე დაცხება მოკვდები ხან ისე შეცივდება გაიყინები აწივდება ათხოვდები საბანი ბალიშარა ჩამოვიყუდები თავი დგება ხალხო ხო და რა ვიცი მე რა ვიცი ეგრეა ჩვენი საქმე რავი გასაჭირს ვლაპარაკობთ ხალხო და რა ვიცი ეს მარტო ჩვენი გასაჭირი კი არა მთელი საქართველოს გასაჭირია რაც დღეს ქვეყანაში ხდება ხო რა რა ვიცი ეკონომიკა ნაყავდეს ყვავის რო გითხო ზოგიერთებს მაგრა ყვავის ძალიან ქართველი ედი და უნდა მიდიოდეს სხვაგან სხვა ქვეყანაში
კი დასათვალიერებლად კი მწამს. ხო, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან სამუშაოდ და ჩვენი ხალხი კიდე სამსახურები რო შეიძლება შეიქმნას და იმას აქნან. არა, არაფერს გვიშლიან ისინი, მაგრამ რო უნდა შეიქმნას სამსახურები, აქედან გარბიან სხვაგან. მაგრამ იცი რა არის? ქართველები ზოგი არ კადრულობენ, როგორც ესენი მუშაობენ, ეს უცხოელები. არ კადრულობენ იმაზე რა ქვია მუშაობას. იქ რომ მიდიან რა სამუშაო. იქ რომ მიდიან, იქ ყველაფერს აკეთებენ საზღვარგარეთ. და აქ რო არიან საქართველოში არ კადრულობენ. აღარც მოხუცულია და არც არაფერს აქ თაკილობენ. იმას კონსულტანტებსაც კარგად მუშაობენ საზღვარგარეთ რომ მიდიან მაღაზიებში. კი. და მოლარეთაც. საქართველოში კიდე ზოგი იტყვის ნევროზი მაქვს. ნევროზი იქ არა გაქვს. ნევროზი მაქვს და იმას მასში ვერ მუშაობ მაღაზიაში კონსულტანტად. ნევროზი იქ არა გაქვს. საზღვარგარეთ. რა მშულობა სადაც ყველგან არის ნევროზი. დღეს ნევროზი ყველას აქვს. არა უბრალოდ ხალხმა განაწარწავა და არ მუშაობენ. ძიმესაც ვეღარ ვწევ, იცი, და ოპერაცია ვიწრო. ტკივა ყველაფერი მე. და ძალა მეცლება. აი ცოტა ხანი რო არ დავისვენო და მთელი დღე ფეხზე ვიყო, არ შემიძლია და მე ნა ოპერაცია. ხო, ზოგი კიდე მოხუცები აქაც არიან მოსავლელები. დიდი სიამოვნებით მოუღლი ახლა თუ ვინმე იყოს, ან ბავშვის ძიძად. დიდი სიამოვნებით ვიქნები. გადამიხადონ. ხო, ნორმალურად გადაიხადონ. ხო. თორე როგორც იხდიან ხოლმე იმას არის უგუმართად. ზოგმა რო იცი. შვენივრად ვიმუშავებდი რა. ხო და. თან ბავშვთან რო ხარ უფრო ივლი გაატარებ იმ ბავშვს გამოატარებ. ხო. სოდვინა. ხო. წიწილები დავამწყვლია. მე მეგონა ქუხდა და მე მეგონა გაწვიმდება. რა ვიცი მე ფეხაზმელები იმ მოუბრუნდი ხალხო მაღაზიაში რომ მივიდიოდი წეღან. ჩუსტებით წავედი და ფეხაზმელები ჩავიცვი. წინს კლავდა. მე მეგონა დამცხებს თუ. და იქიდან რომ მოდით რა უცბად გაწვიმდა ხო უყურო გზაში. მე რანაირად იყო ირგული მოწმენდილი იყო შუაში წვიმდა. უკომართად გამარჯვებაში. მაგრამ იქით რა ქვია. ორხევში. ორხევში ისე წვიმდა თურმე ანგრევდა იქაობას. აი ყველაფერი უყურმართ ხო უნდა მოხდეს. რა გადმოდის გიორგი? სადა რა გადმოდის კაცი? მიდი გადია გავიცადე რა წყალი მოდის. საიდან მოდის წყალი? კანის ხმა. გიო, გახატენ გადი ბარემ წყალი წამო. აი ის გადმოვარდნია შნაგი აკედა. მან ვინ გასო? მან ვინ შეუშვა? ვინ ჩაუშვა ხა? გიო. გადმოვიდა კი არა ის არის, გადმოვარდნილია. ბაკი გასო და შემახრა და მე არ შეუშვი ცოტა ხანი გადავიღებ ვიდეოს მე დამავიწყდება თქვა და გიო წყალი არ წამოიღედე მიდი რა გთხოვ ჩაჩქერით მოდის აქედან საიდან ბაკიდან ბაკში სავსე იყო ბაკი გასებულია ბოლო რა უკნამი დაიცე ჭუჭეს დავრეცხავ კიდე მეორედ მესამედ ჩაო ვაიმ დავიწყდა ხანდახან აიცი რა არის ხარ ხო მეც ეგრე ვარ ხანდახან შევალ რაღაცა საქმეს მიუყვები და ბაკი რომ მიშვებული მაქვს ისა რა ქვია წყალი ვავსებთ ხოლმე ყოველ მეორე დღეს წყალს
რა ვქნათ, აბა გამარჯვებაში ყოველ დღე არ მოდის წყალი და ელემენტარული და მე დამავიწყებ და გადმოვათქლა შინით და სანამ არ იმავს ვქნი რა ქვია გამოვალ გარეთ მანამდე მოდის ჭკილივილი და ტყრივილი წყალი. გუშინ რა გავაკეთეთ ხარ ხო იცი რა გაგაცინოთ. ისა გაზიანი წყალი მოვიტანეთ და გავხსენით ისა მარწყვის ჯემი იმაში. მურაბა. რა მაგარი იყო იცი. ლიმონად. ისეთი გებრიელი იყო რა ვიცი. ლიმონეთი. თქვით მოდიოდა წყალი ესე იგი რა. გადმოვარდნილია უშინარად. გადმოვარდნილი მეგონა არ ყოფილა გადმოვარდნილი. ერთხელ კიდე რა მომივიდა იცი. შეუშვი ბაქში წყალი და თურმე შლანგი გადმოსრიალებული ყოფილა და მერადები კაცო ანარგენ გაიფრება და გამოვიდა დაბლა არ არის მთელი ტბა. აქეთ წამოვიდა მთელი წყალი. ვიცი როდი ის ახალი ოპერაცია მქონდა შენ სამშობლოს დადიოდი ზევით ხო დადიოდი. ხო. მომშოვდი და ის არის ისე რა კაი დრო იყო მაშინ. ყოველ მეორე სულ იყო სამუშაო. ხო რა. კაი იყო ხო. მე ზამთარშიც სვადნეთ იმას რა ქვია. ციცილას და ზაფხულშიც დასმული იყო ხო. ზაფხულში კიდე იმდენად არა იანქამდე იყოს მაგრამ მე ზაფხულში დავისვენებ და ზამთარში გააგზავნე. ზამთარში იყოს ხო. როცა დასასმენია მაშინ არ ასვავენ ხოლმე მე რა ვიცი. ხო და ის არის რა ქვია. და რა ჯანდა ვაქვია. გამო იმცო წყალიო. გაიმსო ძლის გამოვედი ახალნა ოპერაციები მქონდა. ძლის გამობლაჯუნდი. გამოვედი დავკეტე და მე კი გავავსე ისევე ბაქში შეუშვი ისა შლანგი ჩავდები თუ მე სულ ტბა იყო ტყაპატყუპით გავიარე გამოვიარე ახალნა პოლნა ოპერაციების სულში წავედი. Come to Georgia. აზერია. Come to Georgia. Georgia. მობრძანდით საქართველოშიო. ნუ და ეგრე ბაქში წყალი ვავსებთ ეგრე. და საქართველოში რატო უნდა მოდიოდეს წყალს მიახვეყანა. რატო? და ყოველ მეორე დღეს რატო უნდა მოდიოდეს? ყოველ მეორე დღეს არ უნდა მოდიოდეს ნამდვილად. იმიტომ რომ მივათ უნდა მოდიოდეს. ხალხო, დინარეებია ქვეყანა, ისინია წყაროებია საქართველოში. დინარეები რო მოხიკავს ხოლმე ყველაფერს, ხანდახან უადიდდება და მოხიკავს, ყველაფერი მოაგდა. ეს წყალი ყოველ მეორე დღეს რატო უნდა მოდიოდეს? თანანაირი გემო. თან ახლა რო დაცხება ხალხო, ნუ იცი, შეიძლება არც მოგვიდეს 3 დღე და 4 დღე. ხო. აქე უნდა ვიყოთ ასე გაგუდულები. კიდე კაი ისინი ახლა ქეხში ბევრი რაღაცები უნდა მოვაგროვოთ, რა იცი. უნდა გავავსოთ ყველაფერი. 5 ლიტრიანებიც უნდა გქონდეს ესეთ. ისინიც გავავსოთ. 20 ლიტრიანებიც უნდა დაავსო მე თუ კითხა. ხო, ღვინის 20 ლიტრიანები რო წყალი არ მოდის ხოლმე ხალხო რო დაცხება. ნუ მოწყვის პერიოდი მოვა მე რო დაცხება და ზოგი მე თავის მხარეს უშვებს. ხარხი წყავს და მე ახლა კი ვერ გამტყუნებ გიორგი, ახლა წყალი თუ არ მოდის ახლა. არ უნდა გაუშვას, როგორ თუ გაამტყუნებ ვერ გავიგე. ჩვენც ხო გვინდა წყალი. თავისკენ რატომ უნდა გაუშვას? ჩვენც გვინდა რა თქმა უნდა დაგესწავლებით ხო. როგორ არ გაამტყუნებ, რას ქვია ვერ გავიგე. მე წყდება. მალე წყდება და ვჩებით. და ჩვენთან საერთოდ აღარ მოდის. ან ზოგი ან კიდე მატორებს თავს რთავენ ხალხი მატორებით იმას აშვებიან რა ქვია. რწყავენ ჩვენთან წყალი არ მოდის. და რატო უნდა იყოს წყალი უწყლობა, რატო უნდა გქონდეს ზოგადად იმაში რა ქვია. და ქალაქშიც რას მიეჩვევნენ, ყოველ იმაზე თიშავენ წყალს. ყოველ მეორე დღეს თითქმის წყალია გათიშული, ხო? თან ქალაქში რო ტუალეტში ის გინდა რა ქვია ჩარეცხვა. წყალი რო გინდა ჩარეცხვა. ფუი მე რასაშინელება. ქალაქში კიდე ეზუარა წყალ ბოჭებით ხო არ დადგავ იმაში კორპუსში წყალს. რითი დადგა, მაგრამ იმდენი რა გექნება. რა საით გააფსებ იმდენს ხო?
ეზოში ბოჭკაში კი მაინც აგაკ წყალი და გამოხვალ რაღაცას იმას იზავ ამოიღებ იქიდან მაგრამ ამოიღებ და სულ არ კონდეს ისა ბიტონი გვაქაიმხელა ის არის აუ ხო აუზი არის ქვეყანა რამხელა ბაკი ტუალეტზე მაგით ვიყენებ დადგამ და ჩაულებად გამოყავ თი გამოჯობა იგრი და ბაზანაში კიდე და ხო მაგრამ როგორღაც მოვამერე და ის არის აქვია რაკა იქა ქალაქში რაც ისა ქალაქში ისე უნდა ქონდეს ვანა უნდა გაამსო ვანიანი ის უნდა ქონდეს აბაზანა გაამსო ვანები ხო იყო ადრე იგრი იყო ვანები ნუ გაამსო და მეტი გზა რა გაქუნა გაამსო ჩემ ხელე კუბოსავით ვანები იდგა ხოლმე შიგნით რა არის მაგაში არ ჩავწვევი რომ მოვკლან და საგანი რო დამჭი იცი რა გაიყო და ჩემს ხონდა და ისეთი კარგად დაიბანდა უნდა ამობღებულიყავი ივანაში და მაღალზე ხო იყო ჩამობღებული ხარ ხო მე სულფეხს რო დაადგა მეტლახზე გაგისრიალდება წახვალ შპაგატში ჩაჯდები ერთხელ მე წავიკეცი ხალხო ბაზარში ეს კი რა მომედა ინტროს რო ვიბანე სკამი გასრიალდა იმაში აბაზანაში ხალხო სკამი მაკრო დავჯდე და გავიხეხო ხოლმე კარგად თავს კარგად ვიხეხა ხოლმე როცა იმას აკვევი აკვია დგუში პატარა სკამი მე მიდგას და დამჯდა რა და ჯექი და გასრიალდა ხალხო ნუ სკამი გასრიალდა კიდევ კარგი არ დავეცი რო გასრიალდა სკამი უცბად ადგომა მოსარი ერთხელ კიდე საპონი დამივარ და დაბლა ხო და იმას საპნიდან იმას ავქენი რა ქვია დავდე იმაზე ისე ხო არის ესე რო არის ხოლმე რა ქვია აბაზანაში მეტლახი შემოყოლებული ასე ხო და საპონი დავდე იმაზე გადმოსრიალებულა აქეთ მორჩი დაბანას უკვე გადმოვედი გამისრიალდა საპონზე ფეხი და ეს ჩამოვარტყი აი თავი აი ეს კისერი ვაიმე როგორ მეტკინა კიდე კაი არ მიითიშე კიდევ კარგი არ მივიძინე იქ მივითიშე ხო კიდევ კარგი არ ისე რო არ დავეცი და საფეთქელი რო არ დავარტყი ამის გადაგიტყდა და კისერი არ გადატყდა მან რაღაცა რო ზოგადად რაღაცა რო არ მოვიტეხე გამოვიდა სიცი მომილოცეთ ხალხო მოტეხილი არაფერი მაქვს არა მახსოვს გიორგის არაფერი მაქვს მოტეხილი არც მე მაგარი ვარ მარც მე მაგრამ ძაღლის ნაკბენი აი ძაღლის იმიტომ მეშინია ხალხო აი მე მიჭერს ეს ნას ისინი აქვია ნასკები გაიხადე რა მიდარაზე უნდა გავიხადო კაცო მიჭერს ხო და ელემენტარული ძაღლის ნაკბენი კი ბარკალია გამოგლეჯილი ჩემთვის ძაღლს ძაღლის ნაკბენი 5 ჯერ მაგ გამოცდილი შენი პატარაზე გიორგი და მის უთრად ასე ავარც ვარდი ისე იყო ჩემი ბარკალი გადა აი უკონიდან გამოფთხნილი მქონდა სულ დედა შეიძლება მიკმინოს კიდეც დამგლიჯოს ძაღლმა რა ვიცი მე ძაღლი რომ მორდის ჩემსკენ ვერ მივდივარ ვერსად შეშდები ой კი მაგრამ ელემენტარული ხო უნდა გაიქცე რომ მოგდებს რაღაცა ალბათ ტყეში რო წავიდე და მგელი გამომეკიდოს ვერ გავიქცევი დათვი კიდე დათი ბოლო პაკაპუკები ბიშენჯა საჭიდებს ბიჭენი არ აჭირდებს ხო და მოდის წეღანდეს აკეთებ ბაკბუკ ბიჭენი ტელეფონშია აჰა ხო აი და იმიტომ გეიმსო წყალი რო კითხვა ჭანდიო და დამავიწყო წეღან შეუშვიო და როდის წეღან შეუშვა როდის მოვიდა ის ცა მე რა ვიცი მიჭამია საჭმელას არც მე ჩახოღბილი გვაქვს ხალხო სახში და აურა საშინელი სუნია ჩახოღბილის რო შევალს ხვალ სახში აიცე ყავს ხალხ ჩახოღ ბავშვობდენ არ მიყვას იცი რატომ იმჯერდა გიორგი ჩახოღბის რო შედებ აი ხო რაღაცნაირი მოათანთალე მოცივაში რო შედებ ფუ მოთანთალდება აი მოთანთალებული ვარ აუ რო თანთალებს იმისავით ხალად ეცივით ფუ ეგ არ მეყვარს
და ხალადეც ვერ ვიტან ყველაზე მეტად კიდე ადრე როგორ გემრიელად ადრე როგორ გემრიელად ჭამდი და ვაიმე ხალადეც ვერ ვიტან ახლა ადრე პატარაობაში ისე გემრიელად ჭამდი ყველაზე მეტად აღარ წელზე ხოლმე ეგ მიყვარდა რო აკეთებდნენ ხოლმე პირველს მე ვჭამდი პირველი მე ვჭამდი ხოლმე და ვაიმე ეხლა რა შემაჭრევს მე ბადრიჯანსაც ვჭამდი პატარაობაში აჯაბსანდარს ისე გემრიელად ჭამდი რომ რა ვიცი მე ერთი შემწვარი უნდა გავაკეთო ყველაფერი ვაიმე არც შემწვარი არ მინდა და არც იზე მოყარშული კარტოფილის უნდა შევწვა ისიც და იცი რა გემრიელი იქნება მიყვარს აჯაბსანდარი ზოგი ბრინჩს მოხარშავს ხოლმე და მაგას აჯაბსანდარს მოიდებს ზემოდან ფუ და თუ აი აჯაბსანდარი მიყვარს არეულია ერთმანეთში ყველაფერი აზილილი აი ასე არა ათქვეფილია ერთმანეთში ოღონდ ათქვეფილია გამოთქვეფილი შაურმა გაიქნება ახლა დედა რატო არ გაჩუდები ხოლმე რატო გამახსენე ახლა აუ მინდა შაურმა მინდა სხვათა შორის დაბადების დღესაც რაც მე მიყვარს ის უნდა იყოს ყველაფერი შაურმა პიცა ბურგერები ჩემ დაბადების დღეს ტორტი სექტემბერში გაქვს რა უხრობა მინდა ხინკა და ისინი რა ქვია ხრეობები ხინკალი არ გინდა მე უნდა დავჯდე და მე უნდა ვჭამო ჩემ დაბადების დღეს ხვანს კი არა მე კი არ უნდა ვუყურებდი სხვას აი ზოგადად აღნიშნვა დაბადების დღეს არ მიყვარს სხვის დაბადების დღეებზე რო დავდივარ ვერთობი ხოლმე მაგრამ ჩემ დაბადების დღეზე ვერ ვერთობი მე უკუღმართი ვარ პირიქით ჩემ დაბადების დღეზე უფრო უნდა გავერთო ხო ვერა თან უკუღმართი ვარ მაგ ყველაფერში და კიდე რაც ადრე მიყვარდა ახლა აღარ მიყვარს და რაც არ მიყვარდა ახლა მიყვარს შაურმა არ უყვარდა მაგრამ ახლა ხო ეგრეა ადრე რაც არ მიყვარდა ახლა მიყვარს და რაც არ მიყვარდა ადრე რაც ადრე არ მიყვარდა ახლა მიყვარს და რაც ადრე გიყვარდა რაც ადრე რასაც ჯანდაბა ამერია ენა რაც ადრე მიყვარდა ახლა იმას აშვები აღარ მიყვარს ახლა რაც ადრე მიყვარდა რაც არ მიყვარდა ის ახლა მიყვარს მართალია რა ჯანდაბა და მეტაკება ხოლმე ხანდახან ამერია ყველაფერი ალცჰაიმერი მეწყება თქო მე გეუბნებით ხალხო და მავიწყდებ ყველაფერი ხოდა სიხალხნიყო ვიჩენტრობა მარტო მე ვარ ეგეთი თუ თქვენც ახართ რომელიმე რუსტავიდანაც ბევრი გიყურებს ხო და ის არის რა ქვია ხალხო ნიუ-იორკსაც ჭამდი ადრე ხალხი ჩაოლებრივად შემეძულ გამეფრცხნა და ვაშლივით მეჭამა პურის გარეშე ნიუ-იორკ ჭამდი ხოლმე რომ მკლავ ვეღარ შევჭამ სახლში რომ ნივრისუნი არის ცუდად ხდები ტყემალთან ხოჭამ ტყემალს ხო აქ ნიუ-იორკ ტყემალში გემო არა აქ მე აბა ცარიელი ტყემალი რა არის ნივრის გარე თუ არ ვერ გავკვეთე იმას
დემალი ცარილას ხიდან კი მოკრებავდა შეჭა ძალიან არ შეჭამე იქ რომ გიტანა წეღა მე რა შეჭამე კამფეტი შოკოლადი შოკოლადი მარმალადი შევჭამე აი შოკოლადები მე არ მიყვარს აი შიგთავსი რო აქვს მარმალადის და რაღაცები არ მიყვარს ზოგადად მარმალადი არ მიყვარს ჟელიბონი მარა ჟელიბონი სხვა არის რაც მე ის მიყვარს თლახათლუხ რაკათლუხუ ხო რახათლუხუმია თუ თლახათლუხ რახათლუხუ ფი კარგია და ის არ მიყვარს მე კიდე რა ქვია ფახლავა აი მე როგორ მეზისხება ფახლავა მე თუ როგორ არ მიყვარს ფახლანა თქვა ფახლავა რა მიყვარს ფახლავა ჩაულებრივი და ჩაულებრივიც არ მიყვარს და მით უმეტეს იმას რომ მოასხამენ ხოლმე ზემოდან თაფლში რო ჭვიჭვინებს ვაიმე თაფლიას ასტერიო ტვინში მაგ პირდაპირ აი პირდაპირ ტვინში ამდის ისე მეჯავრება ჭამნამდვილად ზოგადად აი თაფლი არ მიყვარს აი მე როგორ არ მიყვარს ფახლავა თაფლი კი მიყვარს მაგრამ იმა არ მიყვარს იმას რო აქვს მოწმული და იმა რო აიღე და ის რო აიაქვია პილი რო არ ხრაშუნობს ხრაშუნაც არ მიყვარს ზოგადად ფახლავა ჩაულებრივი სხვანაირად რო აკეთებენ ხოლმე ეგეც არ მიყვარს მე მიყვარს ის არა ქვია სომხური ქადები ხალხო ერევნის ხო ერევანი სომხეთი არ არის მაგრამ ის რატო ქვია სომხური ერევნის ხადა ისე ჯობია უნდა გავაკეთო ფქუდი მაქვს მაგრამ ჩავისხი ცივია რა ცივი იყო მე დამალევინე რა ხრიალდი რა ვა დარწმუნებული ისე არ აქვს მომწყალს და აი ვიდეოში შემოვიდა მაშინ მოვიდება რა მაინდა ვიდეოში რომ მოვალ მაშინ მომდება წყალი თავის მოფხანა თქნარება თავიდან კიდე რო დავიწყე იუთუბერობა და კამერას როგორც ჩავთავდი წარბის მხანა მეწყებოდა ეგრევე ადრე ხო სულ მომთქნარებდა მე აი ახლა დამეწყო ისე ან სულ გოხველებდა წყალი სლოკინდე დავიღძე თანხველება და თან ზლოკინი ვინ გახსენებს ჩაიფიქრე ვინ გახსენებს თუ კარგად მახსენებს ხო კარგი და თუ ცუდად მახსენებს რაც ჩემზე გაიფიქრა არც ერთი აცდეს ხო ცუდად თუ მახსენებს და რაც ჩემზე იფიქრა არც ერთი აცდეს უბრალოდ არ შეიძლება ჰა ცუდად ხსენება ადამიანს არ შეიძლება შოხმა მატურის ვის აქ ვინ ახრია რა ვიცი მატური აბა ისე არ შემოვაქ მანქანებს და რიცხს მანქანებს წყალი ხო წყალი ის რო გვაქრია დინება რომ მაგარი არაა და როგორ უნდა შემოვიდეს თავის მაგარი უყოდეს შემოდის აბა ქალაქში მოტორები კი არა დგას
ჩაულებრივ შედის, ოღონდ ის უნდა კონდეს. ჩქარი კარგად წყლები დინება? ხო, ახლა კარგად უნდა მოდიოდეს. კრანზე ხო კარგად მოდის წყალი. ხო. ახლა ის რო გარეთ ყოველდღე მოდიოდეს და გარეთ ის შეუერთო. ხო, ჩაულებრივად გარეთ ცხავს. ყოველდღე არ მოგდის სამაგიერო წყალი. გამარჯვებაში. ასამო ყოველ მეორე დღეს რო აი კრანზე იყოს შეერთებული რა უნდა ხნა. ყოველ დღეს არის ცხი მაქვს. წაღან დაფინი ქვეყანაკი. ალბათ ყოველ მეორე დღეს რო სარეცხი რეცხო ეგზე ახლოვდება სარეცხი. ზვინი გაკეთდება იმის რეცხისგან. ყოველ დღე რეცხავ ხალხო, ყოველ დღე. ყოველ დღე არის ჩვენი ჩემი მანქანა, სარეცხის მანქანა რიგრიგებს. ხანდახან შეაბრაგუნდება ხოლმე ხანდახან. რომ დამანებეთ თავი დავიღალეო. დავიღალე ხალხო დამანებეთ თავიო რომ იმას ზეკნა რა ქვია. რომ იმას აქნას ლაპარაკი რომ შეეძლო სარეცხ მანქანას გეფიცები გვაგინებ და გემრიელად. კი. ისე ხალხო ვიცი რომ უნდა თქვა. ყველაზე მეტი გინდა მგონი წყალი ადამიანს. კი. დაბანა, საჭმელი. ისე რა ქვია. რეცხვა წმინდა. ელემენტარულ პულს ვერ მოწმენდა. იატაკს ვერ მოწმენდა, რითი მოწმენდა წყალი უნდა. ხო. და არა და დალევა. ორი დღე რო არ მოწმენდო იატაკი ქვეყანა მტვერია. დალევა. ელემენტარულ მარტო დალევაზე თქვა. საჭმლის გარეშე რამე 3-4 დღე გაძლევს ადამიანი, მაგრამ წყლის გარეშე ვერ გაძლევს და მას მიიღებს რა ქვია, გაუწყლოვებას. ხო და ელემენტარული ამდენი წყალი. და იცა თავს. ხო და უწყლობად ნამდვილად არ შეიძლება. ყველაზე მეტ წყალს იყენებს ადამიანი და ელემენტარული ჭამა საჭმელი უნდა გააკეთო ელემენტარულ რაღაცა ხო უნდა გარეცხო ისე ხო ვერიზა ხო ისე ვერიზა გაურეცხავს ხო შეჭამ ისა რა ქვია მე საჭმელი გააკეთო ნებისმიერი საჭმელი გინდა შეწვა კარტოფილი გარეცხო ხო უნდა კარტოფილის ელემენტარულ რაღაცას ხო უნდა გარეცხვა ელემენტარულ მარტო კვერცხსაც ხო უნდა ზემოდან გარეცხვა. შავ გაგვიყე, ხო? 1000-ნაირ რაღაცას. ხო უნდა. მე წვნიან თუ გააკეთე იმას წყალი უნდა, იმას ის უნდა. ხო უნდა. კარტოფილის დაჭრი გარეცხავ. გინდა, დაბანა ხო გინდა. გარეცხვა ხო გინდა. დალევა გინდა, იატაკების მოწმენდა გინდა. ჭურჭლის დარეცხვაც გინდა. კი. ხო, წყალი რეცხვა. ფანჯრების დაწმენდა. ხო, ელემენტარული. ყველაფერში წყალი გჭირდება. კი, პურიც სასარგე, პურიც რო ის არის, მაგრამ უპუროთ რაღაცას შეჭამ მაინც. ელემენტარული რაღაცა. პური წყალი რო არ იყოს, წყლის გარეშე ვერ მოიზილებოდა. ხო, მაგრამ ელემენტარული პური რო არ იყოს, ელემენტარული შეიძლება უპუროთ რაღაცას შეჭამ გაცო. რაღაცას, მაგრამ უწყლობთ ნამდვილად ვერ არის. ელემენტარული წყვილო გადაგიცდება წყალი. გინდა. ხო. ჩვენი ყელების ამბავი მე მით უმეტეს. იდღეს გზაში მოვდიოდი კი აღარ დავიხშე. მანქანა ხო თქვი გუში. ხო თქვი. არა, კარგი რაღაცა ჭამე. რა? კრეკერებით რაღაცა მოცალე. მასინჯეო და მე ისეთი გემრიელი იყო რომ გავხსენ ერთ საათს შევჭამ გავსინჯავ თქო, მაგრამ საფლამდე ვერ მოვედი მაინც. ისეთი გემრიელი იყო. ამხელა. შევყევი და ის სუნელები და ისა ხახვია. კრეკერია. პომიდორი, სუნელები, ხახვი და ეგეთი რაღაცა. ისე კრეკერი ცო იმისი თევზის არა თევზის არა კაცოა ისეთი ტუკივით არის. ტუკივი იყო. ადრე რა ეხლაც არის ტუკი. პეჩენიასავით, ხო. გემრიელი. ამხელები. რამდენი პაჩკა? ერთი პაჩკა. რაღის მე პაჩკა? არ ვიცი რა ღის, მაგრამ ახალი მოვიტანეო და გასინჯეო, აბა როგორ მოგვეწონებაო და
ერთი ცალი გავსინჯავთ ხო რომ გამოვედი მაღაზიიდან და მე ვიტანსახში პაჭკა მომცა ხო მაღაზიიდან რომ გამოვედი ერთ წელს გავსინჯავთ ხო მაგრამ ვერ იმას ავქენია ქვია ერთი კი არა გასინჯვა აღარ იყო ეგა მივყევი ერთი გავსინჯე ორი გავსინჯე სამი გავსინჯე ოთხი გავსინჯე და შემომეჭამა ასე იქამდე მოყვა თუ ბოლო არა აქამდე არ მომყვა აბა რაღიდანედა ისე პირდაპირ რომ მოვდიო და აქეთ ხომ უნდა შემოუხვიო იგამე მომყვა მარტო მეტია იქ პირდაპირ ხომ მიდიო და მაღაზიის მხარეს ისე ხომ უნდა გამოუხვიო ხოლმე რომ წამოვა მოსაღვევამდე შეჭა მარტო მე ხომ მარტო ეთი უნდა იყიდო 3-4 იყიდო გიორგი და გავსინჯოთ ისე მომეწონა იქ არ არის ლიბრეში იგა არა მგონია რა ვიცი მე პირველ ვნახე მანდაც და აი იქ უმანდომე შეკაცო ხა ხო მე რა კარგი ყო მე ისიც მეყვარს აი თევზიანი პატარები რო არის ეგენი არ მიყვარს იმას სუნელების გემო ქონდა და ბოსტნეულის ой მე რა იქნებოდა პამიდურს გემოც იქნებოდა კი აი მე რა კარგი იყო ის ხალხო დამიჯერო რომ კარგი იყო ვითომ შეჭამე რა დაგიჯერო მე არ შემიჭამე იქნება გლახა იყო და მე არ მომეწო აი იყო გლახა ესე კარგად შეჭამე რომ რა ვიცი გასინჯვა შეჭმაში გადამივიდა მოგეტანა და ვიდეოში გაგესინჯა ვიცი ვიდეოც არ გამახსენდა ერთიც არ გავსინჯავ თქო და ერთიც კი არა ქვეყანას სულ შეჭამე გასინჯვა გამოვიდა ეგ გასინჯვა აღარ გამოვიდა ძალიან სუნაგი ვარ ხალხო მეტყობა აბა შემომეჭამა რა ზოგმა ხო იცი შემომეყიდაო მე შემომეჭამა არა ისე რა არის ახლა თუ არ გინდა რა შემომეყიდება აი თუ არ მინდა რაღაცა სისხლი ხო როგორ უნდა შემომეყიდოს მე გავიგე რა არის მეუბნება მიყიდეო ძალით მიხდება იმაში კალათში თუ როგორ არის საქმე თუ არ მინდა ვერ ვიყიდი ახლა ნაყინი შეჭამდი კიდე ისე რა ნაყინის სპონსორებო რა სადახართ მითხარით ის რაღაცა ბურკვერცხები რომ მომეც იმას აკენით რა გვია და პირამიდა და ისინი საჭმელი იმაში არაფერია და პლაზმას რომ აძლევთ საჭმელი მომეცით ხო შეიძლება საჭმლის ის იმას აკენით რა გვია გამომიგზავნეთ საჭმლის სპონსორები გამოჩნდით რა ჯანამად მინდა ისინი რა გვია პლაზმასი ხო ან ნაყინის ან რა ან ნაყინი ან ისინი რა ქვია სნეკები ესეთი რაღაცები ჩიპსი და ისინი რა ხრობად მინდა ბა იმაში რა იმას აკვნა რა დავაგემოვნო რაღაცა უნდა დავაგემოვნო რომ იმას რაღაცა თქვა და შევაფასო იმაში რა შევაფასო ის სწორი არასწორია შევაფასო ის რაღაცა ერთი ბიჭო სადამაშო თუ ის რაღაცა ის რა ქვია ფინანსური კამბეტი რო პლასმას რო აქვს იმას ბავშვს როგორ აჭმე პერადი ხო და თუ ის არა ქვია კვერცხი იმაში რა ქვია ხო გამოჩდით რა იქნება გამოჩდით სპონსორები დამასპონსორეთ ხალ გაგიკეთებთ რეკლამას ისეთ კაი რეკლამას გაგიკეთებთ სულ გლახა იყოს მაინც კარგს ვიტყვით გლახა რატო იქნება მაგრამ არ იქნება ისე თქვი კაცო უბრალოდ უნდა იყოს გლახა მაგრამ ვაიმე დაგვა სპონსორი ხო რა ისედაც ელემენტარული თუ კარგია სპონსორის განიშით ვიძახით რომ კარგია ხო როცა ვიყიდი და ხო რა თქმა უნდა დაგვა სპონსორით და დაგარეკლამებთ აх კაცო რეკლამა ხო გამოჩდით სიამონებით მივიღე დაგარეკლამებთ ისეთ რეკლამას გავაკეთებ რომ მგონი იმ დღეს რო გაიქცევა ხალხი და იყიდის ხო დაგვა სპონსორით ნაყინები და ისინი ეგეთი რაღაცები სნეკები და ეგეთი რაღაცები აბა რა თმინდა ის რაღაც პლაზმასი რა შევაფასო იმაში ახლა ელემენტარულ ბავშვი რო ყოლოდეს პირამიდა და ის კიდე
კოშკი კიდე ის არის რა ბავშვი რო ყოფილიყოს და ელემენტარული აი ბავშვი რო ყოლოდეს ის ბავშვს ვეტყოდით აბა როგორ მოგეწონა რა მოგეწონა ჩვენ ახლა სათამაშო როგორ შევაპოს სათამაშოს მარტო ბავშვები კი არა დიდები უფრო ყიდულობენ მაგრამ ბავშვს სულ არ აინტერესებს ეგ რაღაცეები ხო და აი ჯერ ეგეთი აი სათამაშოში რა შევაფასო აბა რა შევაფასო მითხარით ის არა ქვია ის რაღაც პლაზმას რო გავს ის კამპეტი როგორ უნდა აჭამო ბავშვს სუბთაო და ის არისო მაღალი ხარისხისო და რაღაცაო ერთ საათზე წავედით კოსტა არა უშავს იმ დღესაც 1 საათი ხომ არ აიდვით ცოტა ხანი და წავიდით ხო და თუ ის შევაფასო რა ქვია რაღაცა ქაღალდები რო დევს შიგნით და ბრელოკი ამოვა თუ რაღაცა თოჯინებიც ამოდის ხოლმე ახლა პომადა დაამატეს რა თქმა უნდა პომადა ბავშვს ხო და ელემენტარული ახლა იმას ჩვენ ვერ შევაფასო ხო ის შევაფასო თუ რა ვქნა თავის მოვლის ისინი თქვათ როგორ შევაფასებთ ის როგორ თავის მოვლის იმებსაც ვერ შევაფასებ იმიტომ რომ ჯერ მე თუ არ იმას ავქენი რა ქვია გამოვიყენე და პრაქტიკაში თუ არ იმას ავქენი ეხლა მაგალითად მოვიდეს ვიღაცა თავის მოვლის ისა მაგალითად აი რომელიმე ისინი რა ქვია კომპანია ხო გამოჩნდეს და დამარეკლამეო როგორ დავარეკლამო ხო გამომიგზავნოს კი ბატონო რეკლამა გავაკეთე როგორ და გავაკეთო როგორ და ერთ დღეში ვიდეოში ხوار იმას ვიზავ რა ქვია რომ წავით ღლისნი ყველაფერს სახეზე და იმაზე რა ქვია ხელებზე და ხوار ვიცი როგორი რეკლამა უნდა გავუკეთო მაგათ აი თქვათ დღეს ხო გადაიღებ იმ რეკლამას თქვათ ვიდეოს ხო ის ვიდეო არ უნდა დადო თქვათ და აი მეორე დღეს რო გაიკეთებ სახეზე როგორ მოგიხდება როგორ ისა აი ის მერე ის მეორე ვიდეოც უნდა ჩართო და მიაბა ერთმანეთში გიორგი ხო და ის აი ეგეთი ვიდეო უნდა გააკეთო რა მეტი გზა არ არის იმიტომ რომ თუ გამოჩნდება სპონსორი არ უნდა უნდა უარი არ უნდა თქვა ხო არ უნდა გამოჩნდეს ნებისმიერი რა ოღონდ იმას არ დავარეკლამებ ისინი არ გამოჩნდეთ რა ქვია გასახდობიაბები და ისინი აი მაგებს არ დავარეკლამებ ჯერ ჩემ თავს არ მოვიკლავ სიკვდილი არ მინდა ჯერ და მე თქვენ არ გეტყვით ხალხო არ გიჩევთ ნამდვილად არა ხალხო ეგეთ რაღაცას გინდა წამალი იყოს ნამდვილად კი ეხლა ელემენტარული შეიძლება ჩვენ მოგვიხდეს და თქვენ არ მოგიხდეთ ხო ელემენტარული და მაგას ვერანაირად ვერ ვიზავთ რომ ჩვენი ხალხი დავაზარალოთ ზოგადად ეგენი არ ვარ გასახდომი ისინი რა ელემენტარული შეიძლება ჩვენ დავლიოთ და რეკლამას გულისხმობ შეიძლება გავაკეთო მაგრამ უბრალოდ არ გვინდა ეგეთი რეკლამა მე რეკლამაში უბრალოდ აი იცი რა არის უბრალოდ აი სნეკები ესეთი რაღაცები ან წვენები და ესეთი რაღაცები რომ დავარეკლამოთ რა ის არის რა ქვია მაგალითად დავლიე ხო მე ის ფულს რო გადამიხდიანი მიმაში რა ქვია რეკლამაში საავტომობილში რო დავჭირდეს რა გავაკეთო აი მართლა დავლიე თქვენს გიჩიეთ არ მომიხდა ხო რა გავაკეთო მე უნდა მოვკვდე ხო ერთი რაღაცა კაპიკის ხო ქელეხში არ მეყოფა მე იმის ფული რაღაცას ფული არა უბრალოდ აი ესეთი რეკლამები ეგეთი რაღაცა კი გიორგი უნდა დადო ის გიორგი იმიტომ გეუბნები რომ უნდა დადო ის რა ქვია რეკლამისთვის და სპონსორისთვის უნდა დადო ისა პირადი ნომერი მაგრამ ხალხ სხვანაირად გონია და იმიტომ ავიღე ეს პირადი ნომერი არ უნდა აიღო გიორგი ეგონოთ იმიტომ რომ ჩვენ არხის განვითარება ხალხნო აი უნდა დავდო და არხის განვითარებისთვის დავაწერო აი დარდი ვინმეს თუ ეგონება ის არა ქვია ხო არხის განვითარებისთვის გვჭირდება იმიტომ რომ არხი უნდა განვითარდეს ელემენტარული ყურებისთვისაც კარგი იქნება ჩვენთვისაც კარგი იქნება თქვენი ყურებისთვისაც კარგი იქნება და ელემენტარული ჩვენ აი მაგალითად ის არის რომ მე ვიღაცამ არა ვიღაცამ გამომიგზავნოს არა მაგალითად არხის განვითარებისთვის მაგალითად რო დაგიგროვდება ჩაგირიცხავენ კამერას იყიდი მიკროფონს იყიდი და უფრო ხარისხიანად იმას იზავ რა ქვია წახვალსადმე ელემენტარული ხო გადაიღებ იმას ელემენტარული აი ეგ არის განვითარება მუკბანგებს რო ითხოვენ ხოლმე მუკბანგს გადაიღებ რაღაცას იმას იზავ წვრილი შეიტანენ ხო ზოგს ის გონია რა ქვია რომ მე მათხოვრო უბრალოდ არ მათხოვრო ეგონოს აი დარდი მე დავდებ უნდა დაადო დღეს დაადე მაგაზე მადარდე მე სულ გეუნები რომ მოიღებ ეგონოთ ხალხს
ვისაც შეუძლია ისა შეიძლება აი დარდები. დაგიწყოს. ხო. იმან უბრალოდ კი განა იმაზე კი არ ვიძახი რომ მე ჩემი გულისთვის და სახსავაყოვებ და რაღაცას გავაკეთებ. სახსავაყოვებ არა როგორც TikTok-ერებმა გააკეთეს. უბრალოდ იმისთვის რომ განვითარება იქნება. წავალთ იქ წავალთ იმას ვიყიდი დავარეკლამებ იმას გავაკეთებ და უბრალოდ განვითარ წავალ ქალაქ გარეთ გავალი და იქნება დავდებ ეგონოს აი დარდები უნდა დადო გიორგი აი დარდები მაგაზე მადარდე მე ცუდად მე ნამდვილად იმ გოგოს ძალიან კარგად უყურებ რა ქვია ანა და ბავშვების ბლოგი გიდო მაგან თქვა დადო ის რა ქვია ძალიან კარგი გოგოა ისეთ სურვილი გაქვთ ხო ძალიან კარგი გოგოა ვაფასებ ქმარ შვილსაც თვითონაც ძალიან სიამოვნების იმათი ყურება ძალიან კარგი გოგოა და სიმართლეს იძახის სინამდვილეში და ამ ხალხს მარტო მათხოვრობა გონია ზოგიერთ არ თხოს არაფერს და ჩვენი არხის განვითარებისთვის გვინდა უბრალოდ თუ რა განა სხვა რაღაცისთვის მინდა ამ ბოლოსაც რო ჩვენმა თბილმა გოგომ ფული ჩაგვირიცხა და წინაზეც რო ჩაგვირიცხეს ფული ზოგიერთი გულზე გასკდა აი დარდები ეხლა მაგას ხამე აღარ დამეძინება მაგათ რამე არ იფიქრონ აი დარდები იფიქრონ რა ვქრა ეხლა უბრალოდ არა და კიდევ ერთხელ გთხოვთ გეხვეწებით და გემუდარებით გადადით რა ქვია თეკოს არხზე თეკოს ვლოგები ძალიან კარგ ვლოგებს იღებს ძალიან კარგი გოგოა კი ბატონო ყველანაირად იმას არ ვიტყვი რომ მე თანხა ჩამირიცხა და იმის გამო ვიძახი მაგაზე არ ვიძახი რა სისულელია მაგას 100 წელი არ ვიძახი მაგას ღმერთომა ყველას მისცეს და ყველა კარგად იყოს და ელემენტარული გადადით უყურეთ ძალიან კარგი ადამიანია და სხვა კეთილი ადამიანია არავის საქმეში ზედმეტად არ ერევა ზედმეტად თბილი გოგოა ტკბილი გოგოა კარგად საუბრობს ნამდვილად კარგ სადილებს აკეთებს და რა ვიცი ყველაფერს კარგად ასრულებს და აკეთებს და ძალიან მიყვარს აი ძალიან ერთი მე უნდა მიწერო ცერფი ჯოხი რაკნა გამოიყენა ჩარტო თეკო ჩემო ლამაზო ჩარტე სერფის ჯოხი ჩარტე სერფის ჯოხი ჩარტე ნეტა აი მართლა სასიამოვნოა აი რა ლამაზი იყო მე ის რა ლამაზი იყო ხო ვარდისფერი ხო რა ლამაზი სერფი ჯოხი აი ზუსტად ამ ფერი აი ესეთი ფერია ზუსტად აი ესეთი ფერი იყო ზუსტად ხო ცოტა ღია ხო ოდნავ ვარდისფერში გადადის ხო კაი ფერი იყო და ძალიან კარგი გოგოა და რა ვიცი ყველას რატო გონია იმიტომ რომ აი მათხოვროთ 100 წელი ეს რა მათხოვრობა რა უბედურება მათხოვრები თვითონ არიან და სხვა გონიათ 100 წელი მათხოვრობა რომ მინდოდეს წავალ და ქუჩაში დაგდგები და ვიმათხოვრებ YouTube-ში კი არ მოვიდოდი იმაში წავიდოდი რა ქვია TikTok-ში აგერ და ვიმათხოვრებდი ყოველ ვიდეოს ჩავწერდი დამეხმარეთ ხო ქუჩაში მათხოვრობა ეხლა მოდაში აღარ არის ხო იცით ინტერნეტ მათხოვრობა შემოვიდა ხალხო მოდაში ხო და ხალხს ის გონია რომ მართლა არც ისინი არ მათხოვრობენ მე თუ მკითხავ ისინიც იმათ არა ზოგი მათხოვრობა იცი რა არის რო იმას აშრებიან და სახლები და ისინი რომ მოიწყეს რა ქვია აი აიყვავეს ყველაფერი ეგ არის მათხოვრობა და ვინც ღირსეულად ზის და დახმარება სჭირდება იმას ნამდვილად უნდა დაეხმარო კი და ჩვენ არხის განვითარებისთვის გვჭირდება ეს რა ქვია ანგარიშის ნომერი კი რა თქმა უნდა არხის განვითარების მიზნით გვინდა ანგარიშის ნომერი დადება თორე სხვა რა კიდე თუ ვინმე თაღლითი შემოვიდა და თუ ვინმე გონია რომ იმ ანგარიშის ნომერიდან ფულს გამოიტანს ძალიან ცდება მანამ არა უდო გვერდები კიდე დავდებ ანგარიშის ნომერს აი დარდი ვინმე თუ რამეს იფიქრებს მაგაზე მადარდე ღამე ვეღარ დავიწინებ ეხლა წავედი დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეონდე გაიხარეთ გამრავლეთ დიდი მადლობა ყურებისთვის მოსმენისთვის რა ვიცი ვიდეოს ლაიქებისთვის რეკლამების ყურებისთვის ყველაფრისთვის აბსოლუტურად ყველაფრისთვის ელემენტარული მარტო აი ნახეო 15-20 წუთი რომ შემოდიხართ და ჩვენ
ლაპარაკს ისმენთ და საუბარს ისმენთ და რა ვიცი მე ხან ისევ ლაპარაკობთ, ხან ამას ვლაპარაკობთ, ხან ვიცინით, ხან ტირით და რა ვიცი, მაგრამ ნამდვილად მე ვიდეოში არ შემოვალ და ყველას აქვს პრობლემა დღესდღეობით. უპრობლემო ოჯახი არ არსებობს, მაგრამ არ არის ნამდვილად რომ ვიღაცა შემოვიდეს და შენ ტილეს და კონესას უსმინოს. არ არის იქ. რა ვიცი. გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიერდით და ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ. კიდე. და დიდი მადლობა კიდე. ნელი ბებო, მოკითხვები გადმოგცათ, ვინც მოიკითხეთ. მომიკითხეთო, ჩვენი გამომწერებიო და გაიხარეთ და გამრავლდით და გაბედნიერდითო და ყველას ჯანმრთელობა გისურვათ. და კიდე რაღაცა მინდოდა თქმა. ხო და ამის მერე დავდებთ იმას რა ქვია. დღეს დავდებ ანგარიშის ნომერს. ხო. იმიტომ არ არის და ეხა ხალხო მეცინება. მეორე თოში დეჩემი დაბადების დღე მოდის. დაბადების დღე მოდის, ხო? 31 ივლისს. ხო. იმას არ ეგონოს ხალხს მეცინება უბრალოდ აი შენ დაინახავ თუ ვიღაც არ შემოვიდეს. არა, ეხლა რო იმას დავდებ, იმას რო დავდებ, რა ქვია, ანგარიშის ნომერს. თუ ვინმე მარ დაწეროს კომენტარი, აი გეფიცები. რატო დადევიო, მათხოვრობო. ხო, აი, ვაი, უბედური. და კიდე იმას რა ქვია, ქეთის ვლოგები რო არის. ხო. ემიგრანტი რო იმის ბავშვმა თქვა უბრალოდ რომ ელემენტარული ბავშვს როგორ უნდა გაუსვა ხელი ეგრე როგორ უნდა გაიმეტო ბავშვი ეგეთი სალანძღავი სიტყვებით აუ რა სიტყვებით მოიხსენიეს მერტო ნორმალური ადამიანი იტყვის გაგებული ადამიანი და ნორმალური ადამიანი სულ ცუდი ადამიანი იყოს ბავშვზე როგორ უნდა თქვა 14 წლის ბავშვია ჯერ ხო, აი რატო რაც გიშავებთ ის ბავშვი არც არაფერს. უბრალოდ თქვა. თავისი აზრი თქვა. დაბადების დღეზე ჭირდება ისო რა ქვია. თქვა რა, ტელეფონი უნდა და იმის გამო შეგროვება ფულის. სხვა რა უნდა და ბავშვურად თქვა, ხო, თქვა ელემენტარული, მაგრამ ზოგი უმსგავსო ადამიანი რომ მივა და მილანძღავს ვინმეს თავად არიან სალანძღავები და საუბედურები. ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ტვინა მორიცხილები არიან ეგეთი ადამიანები. ტვინიც არა აქვს. ადამიანები არ არიან ეგენი და ტვინი საერთოდ არა. და გემშვიდობებით, თორე საათი და 12 წუთი ვარ თუ რაღაცა. 1 საათი 32 წუთი და წავედით ხალხო ეხლა და გემშვიდობებით. კარგად იყავით, მაგრამ არა მკითხეს რა დავლეთ ხალხო. გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიერდით და გემშვიდობებით. კარგად. მომავალ ვიდეომდე. აბაჰე. და კიდე რა მინდა გითხრათ. იმას რა ქვია, ერთ-ერთმა მკითხა, Instagram-ს და იმას რატო არ დებ, TikTok-ს და იმას, Facebook-ს რომ შემოვიდეთ და დაგემატოთ. იმიტომ არ დებ, რომ დადებული მქონდა და ბევრი უმსგავსო შემომივარ და იმაში რა ქვია, TikTok-ში და აღარა TikTok-ში და იმაში კიდე Instagram-ზე და იმაში და მაგათი ნერვები მე აღარა მაქვს. დადე და რატო რომ დაიყვნე. და გემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და ბაჰო. კარგად. ბაი.